Თქვენს მიმართ ისეთ პატივისცემა მაქვს და ეს ვალი როგორც იქნა სიო რავალებიდან ამოვედი. გამარჯობა, მე გიორგი ვარ და ეს არის ჩემი YouTube არხი, სადაც დღეს ვაპირებ ჩემი მასწავლებლისთვის ერთ ჩვეულებრივ დღე გავხადო არაჩვეულებრივ. რეალურად ამ ყველაფერს არ ვაკეთებ მხოლოდ ვიდეოსთვის და YouTube-ისთვის. ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რადგან ამით მინდა მადლობა გადავხადო ჩემ მასწავლებელს, რომელმაც ერთი გაკვეთილი ძალიანად ჩემი ცნობიერება შეცვალა. ყველაფერი 16 წლის წინ დაიწყო, როცა ახალი გახსნილი იყო ქუთაისში McDonald's და ძალიან მინდოდა წასვლა. მაგრამ ჩემს რატომღაც არ მივყავდი და გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად წასვლა. და ამ დროს დედაჩემი მომცა ფული 50 ლარი მასწავლებელთან მისატანი. მე კიდე მეგობრებთან ერთად დავხარჯე და ჩემ მასწავლებელს ვუთხარი, რომ დედაჩემმა ფული არ გამომატანა. ამ ხალხს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. არც დედაჩემისთვის არ დაურეკავს, მაგრამ აშკარად ხვდებოდა, რომ ვატყუებ. იმ დღის მერე 16 წელია, ძალიან ხშირად მახსენდება და მომყვება ეს ამბავი და დღეს მინდა შევხვდე და სიმბოლურად ეს ჩემი ვალი დაუბრუნო. პირველ ეტაპზე გადავწყვიტე კონვერტების ყიდვა, სადაც წერილს დავუწერდი და 50 ლარს დავმალავდი. შემდეგ ეტაპზე გადავწყვიტე საჩუქრის ასარჩევად წასვლა. რომელი? ეს თუ ეს? რადგან არ ვიცოდი რა მოწონდა. კაი, რატო არაფერი არ იცი? გადავწყვიტე სტანდარტული საჩუქრის არჩევა. მესამე გაჩერება ყვავილების ბაზრობა იყო. ამაზე ვფიქრობდი, რომ ყველაზე მეტად გაალამაზებდა ამ დღეს. ყვავილების არჩევის პერიოდში დროის ესწრაფად გავიდა. ნერვიულობაც მატულობდა, რადგან ახლოვდებოდა მასწავლებელთან შეხვედრის დრო. ცოტა რაღაცნაირი მომენტია. ნერვიულობ? ხო, რაღაცნაირი მომენტია. პირველი ნაბიჯებს ით გამეხარო. არა, აი YouTube-ს და ირონიული ჯარი, ბრო. როარ ელოდება ის კალი? რას არ ელოდება? მე ამ ყველაფერს ვარ ელოდება. ხა ის უბრალოდ რას ვარ? ნამდვილად. ჩემს რა მნიშვნელოვანია ახლა. რა ასე. ვიღაცაზე რეზუმე ამაზე. როგორც იქნა დადგა შეხვედრის დრო, თავიდან ბევრი ვისაუბრეთ, გავხსენეთ ძველი ამბები და საბოლოოდ მივედექით მთავარ სათქმელს. მოკლედ ასეთი რაღაც სიტუაცია იყო რა, რომ პატარა რო ვიყავი, რაღაც ძალიან მინდოდა წასვლა McDonald's-ში რა და მე და ჩემი მეგობრები წავედ McDonald's-ში რა და ძალიან იქ რაღაც ცოტა ფული დავხარჯეთ რაღაც და ეს ფული რომ დავეხარჯა მე მოვედი თქვენთან რა და თქვენთან მქონდა ფული მოსაცემი რა ზოგადად რა გადასახდები რა და არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა რომ დამეხარჯა რაღაც მომერიდა და გითხარით ის რომ არ გამომატანა დედაჩემმა თქო რა და თქვენ რეალურად ხო გეკუთვნოდათ ერთთან ხა და არაფერი არ გითქვამთ რა საერთოდ. არ გეტყვი არასდროს. ხო, მაგრამ ნახეთ ეგ არის თქვენი გადმოსახედი და თქვენი ადამიანობიდან და მე ძალიან ისე ვიგრძენი თავი რა რომ ან შინაგანად, იმიტომ რომ ჩემს სინდისთან დავჭი მარტო შიში, ანუ თქვენ რომ დედაჩემისთვის დაგერეკა, რა თქმა უნდა დედაჩემ გამომატანდა რაღაც, მაგრამ არა. ეგ ხო თქვენ არ მითხარით, მაგრამ თქვენ ხო მიხვდით რომ ან გატყუებთ ან რაღაც რეალურად მიხვდებოდით დიდი ალბათობით. ან შეიძლება ისიც იფიქრეთ რომ საშუალება არ გქონდათ. მე მიხვდებოდი რომ მე ვიცნობდი დედათქანს, თქვენ ოჯახსაც, საკმაოდ შეძლებული ოჯახი გქონდათ და გაქვთ, ვიცი მე და ისეთი რომ დედაჩემი ამას აადიზამდა, ნუ ესე იგი, ვალს ალი არ ექნებოდა დედას ჩემთან, ეს მეცოდინებოდა აუცილებლად. ხო. მაგრამ მე შემთხვევით არასდროს არ მოხდა. ხო და აი მე რომ მორჩა ეგ ყველაფერი, ნუ არ ვიცი, კაი 14 წელი ვთქვა სიტყვაზე მოვ, იმის მერე, ანუ ეგ ყველაფერი როგორ გითხათ, აი ძალიან დამყვებოდა თან რა სულ რომ მე ვიცოდი ძალიან რომ არასწორად მოვიქეცი შინაგანად. ყველაზე რთულია საკუთარი თავის განშა, ყველაზე მეტად გაწუხებს რა. მე ეს არ მაქვს. მე კი მჯერა თქვენ რო არ გახსოვთ, მაგრამ მე რა დამავიწყე. კიდე რა იცი, აი არიან მოსწავლეები, რომლებსაც ეხაც გადაუხდებიან სამხა. მაგრამ ის მოსწავლეების ბრალი არ არის. ბავშვების ბრალი არა, ის მშობლების ბრალია, მაგრამ მე ახლა წარმოსულა, მაგრამ და არც არ მირეკავს, არც მიყავს, რომ თქვენ ვარი გაქვთ შემოაჩა, მოიციან, რომ ჩემი ვარია, რომ ხონდეს მომწონს, ესე იგი არა არის და იმიტომ ამოწეს. ხო, და მე ის არა ქვია. მოთხოვს, რომ ხონდეს მომწონს. როგორ შანსი არა, რაღაცა ხედი შეიშალა, რაღაცა. ნუ ყოფილა ხო 3 წლის მერე მოვდანიათ თან. ვა, რა საინტერესოა. მაგრამ აი არის იცი? შენს რაღაცა სიკეთე ქონდა და შენ როგორც ადამიანი სიკეთე ქონდა. მე ესე მიმაჩნია რომ თუნთან დაკავშირებით მოსწავლეს არაფერი არ ესახება.
ფულთან ვარ, მე მშობე. ფულთან არ არის ბავშვი. აი, ჩემთან როგორ იყო მე? არ მოგიხობი არასდროს. ფაქტია, არ მოგითხოვიო, არ მოგიხობია და არ შეგახსენები რომ შენ ისა გადასახდელი ხარ თან. სამწუხაროდ თელი ცხოვრება მახსოვს და ეგ იყო ჩემთვის ანუ ოღონდ ცუდი კი არ არის. პირიქით ვამბობ, ეს დადებით ის იყო, რომ ეგ ვისწავლე მე, რომ ანუ ადამიანს თავის მარტოობასთან რო დატოვებ და სინდისთან ყველაზე მეტად იქ დაერხვა თუ ეს აწუხ თუ სინდისი აქვს რა. ხოდა მე ეთყობა ცოტა მქონდა ეს სინდისი რა და ძალიან საინტერესოა ეს რომ ეხა თქვენ რო თქვით რომ კი 3 წელი. 3 წლის შემდეგ ჩემი აზრით დღეს როგორი ფაქტი იქნება იცი რაღაცა უფრო განსხვავებული რა, უფრო გრანდიოზული რა და ეს არის პატარა საჩუქარი ჩემი რა. რო თქვენ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეს გაიხარეთ. ეს პატარა საჩუქარი და აი მე იმ თანხისანაც რა. ხო იმ თანხის ანაცვლოდ და პატარა წერილია და რო წაიკითხოთ იქ. აი ძალიან დიდი მადლობა. წელებაც როგორ შეარჩიე. კი ძალიან და მაგ არის პატარა წერილი და ის რო წაიკითხოთ კი. აი შენ ეს ის ფულია? თქვენს მიმართ ისეთ პატივისცემა მაქვს და ეს ვალი როგორც იქნა გადაიხადება. სიო რა ვალებიდან ამოვედი. საბოლოოდ ამ დღის შემდეგ მივხვდი რომ სკოლაში 12 წლის განმავლობაში ათეულობით მასწავლებლებს ხვდები, რომლებიც გვასწავლიან ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკას და გვაძლევენ საგნობრივ ცოდნას, მაგრამ ზოგჯერ ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი შეიძლება უფრო ღირებული გახდეს ვიდრე მთელი 12 წელი.